ამერიკის კონგრესმა მეგობარი აქტი მიიღო, რაც შეცვლის მეგობარი აქტი ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარია და აღნიშნულ თემაზე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრ თემურ ცამციშვილთან ერთად ვსაუბრობ. საღამოშვიდობის ბატონო თემურ, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. გილოცავთ დღევანდელ დღეს გიორგობას და ჩვენც გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ. ასე მეგობარი აქტის მინდა მოგილოცოთ არ არის. კი ბატონო, ზუსტად ამ თემაზე გვინდა თქვენი მოსაზრებები გავიგოთ. ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტი მიიღო ამერიკელების განცხადებით. კანონპროექტი, ეს კანონპროექტი ამერიკელების მკაფიო მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ. რას ითვალისწინებს ეს კანონი? უბრალოდ რა ტიპის სანქციების დაწესება მოხდება ამ მეგობარი აქტით? სანამ ამ საკითხებზე გადავალთ, აუცილებელი აღინიშნოს, რომ აქაც სამწუხაროდ გვიწევს ქართული ოცნების პროპაგანდასთან დაპირისპირება. როდესაც საუბრობენ, თითქოს ეს კანონპროექტი არის რაღაც ერთი სენატორის ინიციატივა და ჯო უილსონზე საუბრობენ ხშირად, რომ ერთი ადამიანის ინიციატივა. ეს ასე არ არის, ყველას უნდა ისმოდეს და უნდა იცოდეს საზოგადოების იმ ნაწილმა, ვისაც აინტერესებს ზოგადად თუ რასთან აქვს საქმე. ეს არის ორპარტიული კანონპროექტი, რომელმაც პირველი საფეხური უკვე გაიარა, ქვედა პალატამ დაამტკიცა. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ კანონპროექტს ხარი დაუჭირა არა მარტო ორი პარტიის წარმომადგენლებმა, არამედ ხარი დაუჭირეს ფრაქციის ლიდერებმა და ყველა იმ თანამდებობის პირებმა, რომლებიც წარმოადგენენ ამერიკის შეერთებული შტატების ქვედა პალატას. და ეს უკვე იმის ნიშანია, რომ აუცილებლად ექნება ზედა პალატაში მხარდაჭერა კანონპროექტს და კანონპროექტს აუცილებლად მოაწერს პრეზიდენტი ტრამპი ხელს, იმიტომ რომ პრეზიდენტის ტრამპის გუნდიც მუშაობდა ამ კანონპროექტზე ამ დროის განმავლობაში და მათი მხარდაჭერის გარეშე ეს კანონპროექტი ამ ეტაპამდე არ მივიდოდა და ის ილუზია, რომ თითქოს ქართული ოცნება ტრამპთან რაღაცებს ბჭყალებში დავალაგებთ და ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ხელს ჩამოართმევს დიქტატორულ რეჟიმს, ეს არის ტყუილი და უნდა ესმოდეს ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად და ეხლა გადავალ იმ ეტაპზე თუ რას ითვალისწინებს ზუსტად. შეიძლება ითქვას, რომ ეს კანონპროექტი იქნება სახელმძღვანელო ჩვენი თავისუფალი სამყაროსთან ურთიერთობის და მე დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი სამყაროს ფლაგმანი და დემოკრატიის მთავარი მცველი კიდევ ძალიან ბევრი წელი იქნება ამერიკის შეერთებული შტატები. და ჩვენ თუ გინდა ვიცხოვროთ ზოგადად სახელმწიფოში და ამ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვართ, იქნება სახელმწიფო ნებისმიერ რეჟიმს, ნებისმიერ ხელისუფლებას და ნებისმიერ იმ ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება, რომ მიითვისოს ხელისუფლება, გააუქმოს არჩევნები, მიითვისოს სასამართლო ხელისუფლება, მიითვისოს საპარლამენტო ხელისუფლება, პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები და გააუქმოს ზოგადად სახელმწიფო და პროპაგანდით, რუსული პროპაგანდით ებრძოლოს ამ ქვეყანაში თავისუფლებას. საქმე ექნება ამ კანონპროექტთან. ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებას, ვინც გადაწყვიტავს, რომ ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში და აქ სახელმწიფოს გაუქმება დააპიროს. კონკრეტულად სანქცირებაზე გადავიდეთ. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა იმ ადამიანის დასანქცირებას. არ აქვს მნიშვნელობა, ის იქნება ქართველი, ის იქნება უცხოელი, რომელიც ხელყოფს საქართველოში დემოკრატიას და დემოკრატიის უსაფრთხოებას. კი, სანქციები მრავალფეროვანია, ითვალისწინებს ფინანსური მხარეც აქვს, უვიზო მიმოსვლაც აქვს და ზოგადად ამ სტანდარტიც არსებობს, რა სანქციები შეიძლება დააწესოს თავისუფალმა სამყარომ და უამრავი ბერკეტი არსებობს. პირველ რიგში მაინც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფინანსური მხარე. მოგეხსენებათ ახლა რა ვიცი დოლართან წტომა და ამერიკის შეერთებული შტატებთან ფინანსური კუთხით და თავისუფალ სამყაროსთან ეკონომიკურად იმდენად მიმულია ჩვენი ქვეყანა არ არის მარტივი არავისთვის ასე ერთი ხელის მოსმით. ეს უკვე ქართული ოცნების ლიდერებსაც ეტყობათ განცხადებებში, რომ ასე ერთი ხელის მოსმით ამ სანქციებს ასე ადვილად ვინმე გაუძლოს და შეეგუოს. ეს არის პოლიტიკური პროცესი, შეიძლება რაღაცა ეტაპები კანონპროექტს ოდესაც მიიღებენ უკვე როდესაც ძალაში შევა და უკვე მოქმედებაში ვნახავთ, რა თქმა უნდა, იქ რაღაცა ცვლილებები შევა, ცოტა დაიხვეწება, უკვე კონკრეტულად გვეცოდინება წითელი ხაზები, ვინ შეიძლება ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ქართული ოცნების ყველა წევრის დასანქცირებას, მათ შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილისაც. არ ვერ ვიტყვით ასე კონკრეტულად, ეს სიაჯერ არ არსებობს.
ეს გამოჩნდება მაშინ, როდესაც უკვე კანონპროექტი ძალაში შევა. გასაგებია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ადამიანები, ვინც უკვე დასანქცირებულია სხვადასხვა ევროპული ქვეყნებისგან მაგალითად და სხვა სანქციებში იმყოფიან, ის ადამიანები ახლა აუცილებლად მოხდებიან. ახლა შინაგან საქმეთა მინისტრი ავტომატურად ამ სიაშიც იქნება მეგობარი აქტის სიაშიც. ასე რომ ეს უკვე პროცესი ამას წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის. არავინ არ იცის. როდესაც უკვე კანონპროექტი ძალაში შევა, მე ვნახავთ ვის მოუწევს და გათვალისწინებით რაც წერია იმის მიხედვით კი რა თქმა უნდა. ნებისმიერი ქართული ოცნების წევრი, ვინც ახლა მონაწილეობას ღებულობს ამ პროცესებში, რა პროცესებსაც ქვეყანაში ვხედავთ. ბატონო თემურ, ქართულმა ოცნებამ უკვე გააკეთა რამდენიმე შეფასება, უпростоრად რამდენიმე ადამიანმა გააკეთა შეფასება და ძირითადი აზრი ყველასი იყო დაახლოებით ერთნაირი, რომ ეს არის ყველაფერი გარდა მეგობარი აქტისა, ასე ფიქრობენ ისინი და როგორ ფიქრობთ თქვენ დათმობს თუ არა ქართული ოცნება ძალაუფლებას თუ სანქციებს აირჩევენ? არა, ამაზე ცალსახა პასუხი ნამდვილად არ არსებობს. ქართული ოცნება პროპაგანდით იმასაც იცახის, რომ ხა deep state-მა გაიმარჯვა, მასში რა ქვია, ტრამპთან ბრძოლაში და წარმომადგენლობით პალატაში და ხა იძახიან, რომ ტრამპი არ მოაწეს ხელს და სენატი არ დაუჭერს ხარს და სანამ შეძლებენ, რა თქმა უნდა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აცხოვრებენ ილუზიებში და ტყუილში. ეს სამწუხარო მოცემულობა გვაქვს და ამაში ჩართულია სხვათა შორის პროპაგანდისტული მედია საშუალებები. იმ ადამიანებსაც, მედია საშუალებებსაც სხვათა შორის, ვინც ამაში ღებულობს მონაწილეობას, იმ ადამიანებისთვისაც მეგობარი აქტი არ იქნება ძალიან ისეთი, რა ქვია. შეიტან თუ არა ბზარს ბატონო თემურ ეს მეგობარი აქტი ქართულ ოცნებაში? აუცილებლად ეს გარდაუვალი პროცესია. არავინ ამ ხელა სამუშაოს არ გაწევდა დამერწმუნეთ, რომ არ წინასწარ არ ქონდეთ გარკვეული მოლოდინები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაღაცა ინფორმაციაც ექნებათ. ეხლა ქართული ოცნება რამდენად დათმობს, არ დათმობს ხელისუფლებას, ეს ერთი მარტო ამ მით ვერ ვიმშელებთ ამ კანონპროექტით და ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომით. უბრალოდ აქ თავარი არის მაინც ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს. ამით ზოგადად მესიჯი გააგზავნა სხვა ქვეყნებშიც, რომ დემოკრატიის დაცვისთვის ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა სტრატეგიული პარტნიორობა რეალურად თუ სახელმწიფოსთან და ქართულ ოცნებასთან გაწყვიტა ამერიკის შეერთებული შტატებმა, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სახელმწიფო არის ქართველი ხალხის სტრატეგიული პარტნიორი. და რაში გამოიხატება სტრატეგიული პარტნიორობა? ხო, რაღაცა ღირებულებები არის და ამ ღირებულებებს ამერიკის შეერთებული შტატები დაიცავს. გვაქვს კი ჩვენ ამ ეტაპზე პარტნიორული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებში? არა, სახელმწიფოების დონეზე რა თქმა უნდა არა და ეს ბოლო ვიზიტიც დავითაშვილის ბოლო ვიზიტის ხო ფაქტი იყო, რომ არანაირ მაღალი დონის შეხვედრა არ ქონია და კონკრეტულად არამე ხელში და იძახიან გადატვირთვა. აი მეგობარი აქტით წამოეციათ, გადატვირთვა მოხდება ერთადერთ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ დაუბრუნდებით დემოკრატიის განვითარების და რაღაც სახელმწიფო არა ვართ, ეხლა არა ვაღიაროთ, ჩვენ სახელმწიფო აღარა ვართ. ჩვენ ვართ რაღაცა ჰიბრიდული, ეხლა რაღაცა რეჟიმში მყოფი სტრუქტურული ერთეული, რომელიც საბოლოო ჯამში თუ ასე გავაგზავნეთ, ჩვენ სახელმწიფო არ გვექნება სახელმწიფო ინსტიტუტები, არ გვეყოლება პოლიცია, ჯარი და რასაც სახელმწიფო კომპონენტები, რაცაა, ყველაფერი ნელ-ნელა გაქრება და იქნება რაღაც ფასადური. როგორც უკვე ბევრ სტრუქტურაში და ბევრ სახელმწიფო დაწესებულებაში ასე არის და სანამ საბოლოო წერტილამდე მივალთ, ალბათ მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ საღიაზრი გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში და დავუშვათ ბატონო თემურ გაიარა ის ორი ინსტანციაც მეგობარმა აქტმა და დამტკიცდა საბოლოოდ და ხო ეს ასე მოხდება. კი, ასე მოხდება რა თქმა უნდა და ამის შემდგომ თქვათ ქართულმა ოცნებამ უარი განაცხადა ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გამოშვებაზე, რასაც მეგობარი აქტი ეს კანონი ითხოვს. ასეთ შემთხვევაში თუ ქართულმა ოცნებამ უარი განაცხადა ყველა იმ პირობის შესრულებაზე, რასაც მეგობარი აქტი ითვალისწინებს, გამოაცხადებს თუ არა ქართული ოცნება ამერიკის გამოუცხადებს თუ არა ამერიკას ცივომს. კი, ამ ფაზაში ქართული ოცნება უკვე დიდი ხანია არის და რა ვიცი, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და მოვლენები როგორ განვითარდება, ამას ახლა წინასწარ ვარაუდი რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მძიმე პერიოდი დაუდგება როგორც თვითონ პარტიას ქართულ ოცნებას, ასევე ქვეყანაშიც მერწმუნეთ ასე გაგრძელება, მარტო ეკონომიკური კუთხით რო ავიღოთ, ასე გაგრძელება ფიზიკურად შეუძლებელია. მეგობარი აქტის შემდეგ ეს პროცესები დაჩქარდება და რა ვიცი, კრიზისი ალბათ არ ამგონია, რომ თუ
თუ იმ წერტილამდე მივალთ, რომ რა ვიცი, ქართველი ხალხი საბოლოოდ მაინც არჩევანს დარწმუნებული ვარ ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთებს და აქეთ ერთხელ არის სახელმწიფოს არსებობა, ჩვენი დამოუკიდებლობა, რა ვიცი, ჩვენი კულტურის შენარჩუნება, ჩვენი წესების შენარჩუნება და მეორე მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში დარჩენის გამო ყველაფერს ამას გვეუბნება, რომ თან ამის დაცვის მოტივით გვიხსნის იმას, რომ თითქოს მთელი მსოფლიო და deep state-ი ქართული ოცნების ხელისუფლებას ებრძვის და რეალურად აქ ესენი იცავენ საქართველოს რაღაცა გარე ინტერვენციისაგან, თუ რა ვიცი, იმდენად სისულელია ჩემთვის ხანდახან უჭირს კიდევაც ამის დაჯერება და როცა ვფიქრობ ასეთ რაღაცეებზე, ძალიან გულიმწყდება, რომ არიან ადამიანები, ვისაც ამის ჯერა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რა ვიცი, 21 საუკუნეა ციფრული ეპოქაა და რაღაცა მაინც აღიაზრება. თუმცა მიუხედავად ამისა, თემურ, ძალიან ბევრი ადამიანი თulis რომ ქართული ოცნების მმართველობა არის მოსაწონი, რომ ისინი ძალიან კარგად მართავენ ქვეყანას. 2 დღის წინ გააკეთა ბატონმა ირაკლი კობახიძემ განცხადება იმის თაობაზე, რომ ძალიან ბევრი ადამიანს ეგონაა, რომ აი ჩვენ ეკონომიკა ჩამოგმხებოდა თავზეო და ნახეთ 2.75 დოლარი არსად არ წასულა, ლარი მყარია ეს განცხადებები და თქვენ ნახავდით ალბათ საქსტატის მონაცემებსაც, რომ საშუალო ხელფასიც კი გაზრდილია თურმე საქართველოში. საქსტატის მაგას როგორ ითვლის, ეს ალგე საკითხია, კიდე ძალიან მარტივია, მასე ზოგადად საშუალო ხელფასის ზრდა ერთ სექტორში იმდენად იზრდება, მაგალითად შეიძლება ვთქვათ ბანკებში და საჯარო სექტორში, რომ ზოგადად საშუალო ხელფასი გაიზარდოს, მაგას სხვანაირად ითვლიან, მაგრამ რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ბევრი ხალხი რას ნიშნავს, ახლა უამრავი ხალხი აქ მაყოფილი, ეგეც პირობიტია, არ ამგონია ქართულ ოცნებას ახლა 50%-ზე მეტი ამორჩეველი ხავდეს ქვეყანაში და მხარს უჭერდეს და სწორედ დემოკრატიის მთავარი პრინციპიც ამაშია, რომ ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებით უბულებელყოფს 50% პლუს 1 ადამიანის არჩევანს ამ ქვეყანაში. ასეც რო იყოს, მე დარწმუნებული ვარ ეს მეტია და ქვეყნის 70-80%-ს კვლევები გვიჩვენებს, ყველა კვლევა გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი, რაღაც 80% მხარს უჭერს ჩვენს ევროინტეგრაციას და 84% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. თუ ამ ორ რაღაცას დავდებთ სასწორზე, ქართული ოცნების მხარდაჭერა საერთოდ უკვე რადონეზია დასული, ძალიან კარგად გამოჩნდება რომ ჩვენთან რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში. რისი მოლოდინი გაქვთ თქვენ ამ მეგობარი აქტის შემდეგ? თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მოხდება? მეგობარი აქტის მიღებამდეც მაქვს იმის მოლოდინი, რომ პროცესები უფრო დაიზაბება. ქართველი ხალხი, ავით მე მაინც მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ როდესაც დადგება ის მომენტი, როდესაც ყველა მიხვდება, რომ კარგავს სახელმწიფოებრიობას. და მიუხედავად იმისა, რომ ავით ეხა გვაქვს ჩვენ გვინდა არ გვინდა ამის გამოცდილება, სახელმწიფოებრიობის გამოცდილება, ამისთვის ბევრი ვიბრძოლეთ და ბევრი სისხლიც დავუყარეთ და ასე ერთი ხელის მოსმით რაღაცა მით უმეტეს არსაიდან მოტანილი საფრთხეებისგან და ტყვილი და პროპაგანდის გამო, როდესაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მოტყუებულად იგრძნობს თავს და მიხვდება, რომ სახელმწიფოებრიობას კარგავს, მეგობარი აქტიც, თქმა უნდა, შემადგენელი ნაწილი იქნება ამ ბრძოლის, მაგრამ მანამდე ჩვენი პროტესტითაც თუნდაც და პოლიტიკური პარტიების უფრო სწორი პოზიციონირები და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით შევძლებთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ერთხელ და სამუდამო დამკვიდრებას და რა ვიცი მოვლენ ხელისუფლებები და წავლენ და მეგობარი აქტი სულ იქნება და ნებისმიერ ხელისუფლებას რა ვიცი რომელიც გადაწყვიტავს რომ ვერ ჩათვლის რომ ისე უნდა მიითვისოს ხელისუფლება ეს სანქციები მათაც გავრცელდება რაც რაღაცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ავიც ალბათ ჩემი შვილებისთვის და უფრო იქით ძალიან იმედიანად უყურებ ამ მოკლევადიან ამბავს ვარ შევეხო საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება მეგობარი აქტი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დაგემშვიდობებით მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახდათ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიცაბჭოს წევრი თემურ ცამციშვილი. მადლობა რომ გვიყურეთ. დაგემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.